გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი ჩემი სახის დაბრუნება. მე ვარ ლუკა მესტურიშვილი. დღეს ჩვენს წინაშეა სულ ახალი 2024 წლის 80 დღიანი ბელარუსი. ამ ტრაქტორზე უკვე ტესტ-დრაივი გადაღებული გვაქვს, ყველაფერის ნათქვამი გვაქვს და თქვენ თუ გაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია ამ მონსტრის შესახებ, მაშინ გადადით იმ ვიდეოზე და უყურეთ თავიდან ბოლომდე. მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა, თქვენ ხომ იცით რომ ჩემი არხი მხოლოდ მანქანების აღდგენასა და მათ ტესტ-დრაივებზე არ არის, ჩემი არხი ასევე მიწის დამუშავებასა და სოფლის მეურნეობაზეა. ასე რომ დღეს ტესტ-დრაივებისა და აქეთ-იქით კატავის რომ ნამდვილად არ გვაქვს, დღეს ნამდვილ და რთულ საქმეს შევეჭდებით, სადაც ამ ტრაქტორს ძირფესვიანად და მაგრად გამოვცით. სულ ჯამში 23 ჰექტარი ხორბალი გვაქვს დასამუშავებელი. ფართობი საკმაოდ დიდია და თავი ყველაფერი დროულად უნდა გავაკეთოთ. ამ ნაკეთებს ჩვენ უნდა შევიტანოთ თხევადი ჰერბიციდები და ამონიუმის გარჯილა, ანუ სასუქები. ამათ დოზებს, რამდენი ლიტრის წყალში როგორ უნდა გაიხსნას, რამდენზე უნდა გაიხსნას, ჰექტარზე რამდენი უნდა შევიდეს და ასე შემდეგ ამ ყველაფერს ვიდეოში იხილავთ. ეს საქმე საკმაოდ პასუხისმგებლიანია, არ გვაქვს ერთ შეცდომის დაშვების უფლებას, ერთმა პატარა არასწორმა გათვლამაც შეიძლება გაანადგუროს ჩვენი ამდენი შრომა და წყალში ჩაყაროს იგი. ასე რომ წინ დიდი და ძალიან საინტერესო პროცესები გველის. მაქსიმალურად უნდა ავერიდოთ შეცდომების დაშვებას თავი. ასე რომ გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილი აქტიათა შემდეგი ბევრად უფრო საინტერესო და უკეთესი პროექტები და ვიდეოები არ გამოტოვოთ. ასევე დაალაიქეთ ვიდეო და თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების სახით ვიდეოზე. თქვენი ესეთი აქტიურობა მე უზარმაზარ мотивაციას მაძლევს, რათა უფრო უკეთესი და უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ. კარგი, მე გირჩევთ რომ მოეწყოთ კომფორტულად, მოიმარაგოთ პოპკორნი, რათა წინ დიდი სამუშაოები გველის ვიდეო საკმაოდ საინტერესო იქნება და რა თქმა უნდა შევეჭდებით საკმაოდ რთულ საქმეებსაც. მოდი მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. აბა დავიწყოთ. ჩვენ ნაკვეთებში სამუშაოებს ვიწყებთ ჰერბიციდების შეტანით და უნდა ავიბათ აი ეს საწამლი აპარატი. ამას უნდა შევუმოწმოთ ყველა სათითაოდ, ყველა გამფრქვევი, ანუ ჭუჭყიანია, გაჭედილია თუ არა რამე, გავასუფთავებთ ერთ სიტყვით. აი ახლა ავიბი საწამლი, გავშალე და უნდა გავასუფთავოთ სათითაოდ ყოველი გამფრქვევი ჭუჭყისაგან. ნახეთ რა მაგრად არის ჭუჭყიანი, საერთოდ როგორ აფრქვევდა აქედან არც ვიცი. ანუ ძალიან მაგრად არის გაჭედილი და ეხლა გავასუფთავებთ ჩვენ. სულ მეგობრებო, მოვჭით გაწმინდა სულ ჯამში 25 წალი იყო, 25-ვე იდეალურად გავწმინდეთ და დრო მოვიდა ეხლა რომ უბრალოდ შევამოწმოთ იგი, ჩავრთავ კარდანს და ვნახავთ როგორ აფრქვევს ყველა წესს, რა თქმა უნდა, ყველა იდეალურად უნდა გააფრქვეს. აი ხომ გითხარით ყველა იდეალურად გააფრქვევს მეთქი და მართლაც ყველა იდეალურად აფრქვევს. კარგი, ახლა ის გადაგვჩენია რომ დავადუღოთ ის გატეხილი ადგილი, აღმოაჩინეთ რომ ერთ ტრუბა კვადრატი გატეხილი იყო, რაც ნამდვილად არ ვიცოდით და თავიდან ბოლომდე იდეალურად უნდა დავადუღოთ ეს ტრუბა კვადრატი. აი როგორც გითხარით, ამ ადგილში არის ტრუბა კვადრატი გატეხილი, ხედავთ რამხელა ბზარიც არის და ჩვენ ახლა დავადუღებთ ჩვენი ელექტრო ძველებური სვარგით. აი მეგობრებო, დავადუღეთ პირველ რიგში ჯერ ცოტათი ამოვავსეთ და მერე შემდეგ ხარისხიანად დავადუღეთ. მეგობრებო, უკვე მოვემზადეთ აი პირბადეები, ხელთათმანები, წამლები უნდა გავხსნათ, რა თქმა უნდა თავი უნდა დავიზღვიოთ რომ ეს მაინც ხამქიმიკატებია და არ შეიძლება ადამიანთან ესე კონტაქტი. ერთ სიტყვით ეს არის კოროეტი, ესეთი სახელწოდება აქვს. ეს არის ფართოფოთლოვანი ბალახებისთვის, ანუ ჰერბიციდია. ეს არის ბალანსუპერი, ესეთი სახელწოდება აქვს, ეს არის შრიუკისთვის, წვრილფოთლოვანისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიყიდეთ უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ დიდი თანხებით დაждდა. ასევე ჩვენ გვაქვს მესამე კოდი ორგანი.
ეს არის 1 კილოან პაჭკებში, ეს არის მკვებავი. ანუ ეს ძალიან აუცილებელია ვიტამინებით ამარაგებს ხორბალს. ეხლა ჩვენ უნდა გავხსნათ 2 ჰექტრის, იმიტომ რომ ბალონში გვისხია 500 ლიტრა, 1 ჰექტარზე უნდა წავიდეს 250 ლიტრი წყალი და 500 გვისხია, ამიტომ ჩვენ ხსნით 2 ჰექტრისას. 1 ჰექტარზე ეს უნდა წავიდეს 1 კილოგრამი, კორვეტი უნდა წავიდეს 600 გრამი და ბალანსუპერი 700 მილიგრამი. ერთ სიტყვით ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ჩავყაროთ აქ და აურიოთ. პირველ რიგში ჩვენ ვყრით ფხვნილი რაც არის, აი ეს კოდი ორგანი, რათა უკეთ გავხსნათ და შემდეგ თხევადებსაც ჩავუმატებთ. კი აწერია ლიტრიანი, მაგრამ ეხლა გავარკვევთ მართლა ლიტრიანია თუ არა, აი ესეთი ასარწყავი ჭიქა გვაქვს 2 ლიტრიანი. კი, სუსტად ლიტრა არის. ეხლა ამას ჩავასხავთ, გავალთ ნაკვეთში და შევწამლით. ტრაქტორი აქაჩვენებს რულოვოის ზეთის დონეს, რომელიც თითქმის მინიმუმზეა და ჩვენ უნდა ჩავასხავთ, რათა დავაყენოთ ნორმაზე. ზეთი ისხმევა აი ამ ბოლტიდან, დიდი ბოლტი რომელიც არის. მოვხსნით ეხლა ამ ბოლტს, ძაბს ჩაუდებთ და ჩავასხავთ ზეთს. რამდენიც საჭირო იქნება. დავუშვით. აი ესეთი ბოლტი არის. მოხსენით, ეხლა ჩავასხავთ და დავახურებთ უკან. ესე პატარა კილაში გადმოვიტანეთ, იმიტომ რომ 20 ლიტრიანით გაგვიჭირდებოდა აქ ჩასხმა. მივიდა თავის დონემდე, ნორმაზეა. ეხლა მოვიღებთ ძაბს და დავაყენებთ უკან ბოლტს. გავწმინდოთ, რაც დაგვესვარა. აი ესეთია შიგნიდან ფილტრი უდევს, რათა ჭუჭყები არ ჩაიტანოს. ძალიან კარგი, ამაზე რომ უფიქრეთ. კარგი, ვსო დავაყენებთ ეხლა ჩვენ ბოლტს. აი ეს ზეთი ჩავასხით, ქარხნულად რაც ასხია ტრაქტორში. ბევრი გვეუბნებოდა რომ ჩვეულებრივი ძრავის ზეთი წავიდოდა, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა ან აჭრილიყო ზეთი ან რაღაც. ქარხნული ზეთი ჩავასხით. და რა თქმა უნდა, ეს ზეთი გერმანულია, უმაღლესი ხარისხის. საკმარისია. ეხლა დრო მოვიდა რომ გავიდეთ ნაკვეთში და გავაგზავნოთ ჩვენი საქმიანობა. ბუგოში 1,6 ჰექტრიან ნაკვეთში 4 ჰექტრის ოდენობის წამალი შევიტანეთ და დაგვჭირდა 3,6 ჰექტრის ოდენობის წამალი. პირველად როცა ნაკვეთში შევედი, დავუშვი დიდი შეცდომა, ავიარე და შემდეგ მეორე მხრიდან ჩამოვიარე. წამლის შეტანისას ერთხარის წვავილი ისევ იმ მხრიდან უნდა ჩამოვიარო, რადგან არაგერი ოსკლები და ერთმანეთზე ან ძალიან არ გადავიდეს, ან ძალიან არ დააშორო. ეხლა ტრაქტორს ჩავასხით 750 ლიტრი და უნდა გავხსნათ 3 ჰექტრის ოდენობის წამალი. კოდი ორგანი 3 კილო ჩავყარეთ და ეხლა გადავიდეთ კორვეტზე. შემდეგ უნდა ჩავასხათ ბალანსუპერი 2 ლიტრა და 100 გრამი. ჩავასხით, დავახურეთ თავსახური და ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ ურევს ტრაქტორი თვითონ ამ წამალს. პირველ რიგში დავქოქავთ და ჩავრთავთ კარდანს და დანარჩენსაც განახეთ. კარდანი ჩართულია, ეხლა აი ამას საიდან წყალს იწოვს გავუკეთებთ და ტრაქტორი მოურევს თვითონ იქ შიგნით. აი ეს კრანი თუ დაკეტილი გვაქვს, მაშინ ტრაქტორი ვეღარ აურევს. ეხლა ცოტა ხანი დაველოდებით, სანამ კარგად აურევს და შემდეგ წავალთ შევწამლით ნაკვეთს. I'm gonna cock my 9 and my mother.
მეგობრებო, როგორც იქნა დავასრულეთ ჩვენი თვითელექტრიანი ნაკვეთის შეწამლა, ყველაფერი ზომა-ზომაზე წავიდა და იდეალურად შეიწამლა, არანაირი პრობლემა არ შეგვქნია. კარგით, ეხლა დრო მოვიდა რომ გადავიდეთ შემდეგ ნაკვეთზე, 4 ჰექტარიანია ის ნაკვეთი და ისაც იდეალურად შევწამლოთ. ალბათ ყველას გაიგებთ თუ რატომ ჩავასხით ორივე დრო წყალი ავსში. იმიტომ ჩავასხით რომ ავსში თუ არ იყო მინიმუმ 20-30 ლიტრი წყალი, ვერ შეიწოს. კარგით, ეხლა ჩავთავ კარდანს და ატრიალებ პომპას და ამოტუმბავს წყალს. ჩვენ უნდა ჩავასხათ 500 ლიტრი წყალი, იმიტომ რომ ნახეთ ამ ხელ აღმართია. და ბოლომდე რო გავავსოთ, ვერავიდან ცხვის აგვიწევს წინ სიმძიმეები არ გვაქვს დაკიდული. ანუ 2 ჰექტარისას შევაზავებთ. სულ 4 ჰექტარია ეს ნაკვეთი. კარგი, დავიწყოთ საქმიანობა. როგორც იქნა ნაკვეთების შეწამლის ეტაპი იდეალურად დავასრულეთ, ყველაფერი მართლაც რომ კარგად გამოვიდა. ახლა კი არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმე უნდა გავაკეთოთ. ახლა იწყება ნიადაგის, ანუ ხორბლის გამდიდრება ამონიუმის გვარჯილით, ანუ სასუქით. კარგით, ახლა ტრაქტორზე ავიღავ სასუქის შემტას და სულ რამდენიმე წუთში ნაკვეთი ვექნებით, სულ ახალ-ახალი ენერგიებით ახსავსე გავაგრძელებთ მუშაობას. დიახ. ეს 1998 წლის პირველი თაობის BMW E34 2.7 ლიტრი მოცულობის სწავლით. თქვენ როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ესეთი გარიგება დადებული, რომ როგორც კი ჩემი YouTube არხი ავა 10000 გამომწერზე, მას შევიწყებთ ამ შესანიშნავ პროექტს. ამანქანას აღვადგენთ თავიდან ბოლომდე, წინასწარ არ გეტყვით და არ დაგასპოილერებთ, თუ რას გავუკეთებთ ამ ლეგენდას. ზუსტად არ გეტყვით რა გეგმები გვაქვს და არც იმას ამ 2.7 ლიტრიან ძრავზე დავტოვებთ მანქანას, თუ რამე სრულ ჭკუიდან შევაგდებ ჩიგინთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი სიურპრიზად დარჩება. შეიძლება ბევრი ფიქრობს რა არის ერთი ჩვეულებრივი პიცოტიაო ამოვიდა ყელშიო, მაგრამ ნამდვილი BMW-შნიკებისთვის და ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი უბრალო მანქანა, ეს არის ნამდვილი ლეგენდა. ეს არის 90-იანების მონსტრი. ეს მანქანა რომ იმ დროს ყოლოდა, უნდა გქონიყო ძალიან ბევრი ფული და ქალაქში გაივლიდი თუ არა, ხალხი ეგრევე ხვდებოდა რომ მაგარი ტიპი იყავი. და რა თქმა უნდა, სულ ყველას მოსწონდი. ალბათ ძალიან ბევრს გაგიკვირდებოდა თუ საიდან მოხვდა ამ მანქანაში ეს ძრავი, წინა ვიდეოებში კი ვახსენე, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამ მანქანაში ქარხნულად იდო 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავი, ანუ BMW არ უშვებდა ამ ძრავებით ამ მანქანებს და ამ 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავის გაფუჭების შემდეგ ამ მანქანაში აი ესე ადგენენ და ჩადგეს 2.7 ლიტრი მოცულობის ხულიგანკის, ანუ E30-ის ძრავი. ერთ სიტყვით თქვენი დახმარების გარეშე ეს პროექტი არ დაიწყება, ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი, ასევე გამოაწერინოთ თქვენს მეგობრებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პიცოტის პროექტი. წარმოიდგინეთ რომ თქვენი ერთი თითი დაჭერით ეკრანზე, სულ უფრო და უფრო უახლოვდებით ამ მაგარი პროექტის დაწყებას. ანუ მართლაც რომ თქვენი მხოლოდ ერთი ეკრანზე თითის დაჭერით წყდება ამ 90-იანების მონსტრის ასფალტზე დაბრუნება. ასე რომ რაღაცელოდებით გამოიწერეთ არხი, გადააზიარეთ ვიდეო და გახდით იმ ისტორიის ნაწილი, რასაც ჩვენ ერთად შევქმნით. აბა, თქვენი იმედი მე ნამდვილად მოქვს. მეგობრებო, ჩვენ ხორბლისაგან მაქსიმალური მოსავალი რომ მივიღოთ, პირდაპირ 300 კილოგრამი ამონიუმი გვარჯილის შეტანის მაგივრად გაცილებით ეფექტური მეთოდი გვაქვს. ჩვენი მეთოდი 2 ეტაპიანია. პირველ ეტაპზე 150 კილოგრამის სასუქი შეგვაქვს და შემდეგ მოდის მეორე პარტია, რომელზეც ისევ 150 კილოგრამის სასუქი შეგვაქვს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სასუქი უფრო დიდხანს უნარჩუნდება ხორბალს, უფრო დიდხანს კვებავს და უფრო მეტხანს უნარჩუნებს სისველეს. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ყოველთვის სანამ სასუქი შევიტან ხოლმე ნაკვეთში, ვამოწმებ ამინდის პროგნოზს, რათა დაემთხოს წვიმა და იდეალურად იმოქმედოს ჩვენმა ამონიუმის გვარჯილა. ჩვენ შეგვაქვს რუსთავის აზოტი, ეს არის მაღალი ხარისხის ამონიუმის გვარჯილა, რომელიც მცენარეს ზრდისთვის აუცილებელი ენერგიებით უზრუნველყოფს და მოსავლის ხარისხს საგრძნობლად ზრდის. კარგი, მოდი ახლა შევუდგეთ საქმეს.
მეგობრებო, გავიდა დათქმული 2 კვირა და მოვიდა მეორე ეტაპის სასუქის შეტანის დრო. ხორბალი უკვე ნამდვილად მზად არის ახალი ენერგიების მისაღებად. როგორც ხედავთ, პირველმა 150 კილოგრამმა თავის საქმე გააკეთა, ხორბალი მომძლავრებულია და გალურჯებულია ისე ბიბინებს. ისევ და ისევ უყურებთ სასვენდობით პროგნოზს და მეორე ეტაპზე შეტანილი აზოტი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგმა რომ ტენიანობა შეინარჩუნოს. ჩვენი ეტაპობრივი კვების ფორმულა უკვე ფინალურ ფაზაში გადადის და რამდენიმე კვირაში ერთად ვიხილავთ შედეგს. ბევრ თქვენგანი ისე მიყურებთ რომ ჩემი არხი არც კი გაქვთ გამოწერილი და მე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და უფრო მოტივირებული ვიქნები მე რომ კიდევ მეტი და მეტი ვიდეოები დავდო. კარგი, მოდი შევუდგეთ ახლა ჩვენ საქმეს. აი შეხედეთ რა დღეშია ჩვენი ტრაქტორი, აი ეს პატარ-პატარა აზოტის ნაფხონები თუ არ მოვაცალეთ, ანუ არ გავრეცხეთ, ჩააკვდება და დააჟანგებს მას. კარგი, ახლა წავიდეთ და გავრეცხოთ იგი. აი ესე დასრულდა ჩვენი დღევანდელი სამუშაო მარათონი. მოდი შევაჯამოთ თუ რა გავაკეთეთ. ამ ნაკვეთებში ჯერ ჩავატარეთ წამლობა და შემდეგ ორჯერადი კვება სასუქით. წამლობასაც შეეხება კომპლექსურად მიუდექით ამ საკითხს. გამოვიყენეთ 3 სახის პრეპარატი, როგორც ფართოფოთლოვანი, ისე წვრილფოთლოვანი სარეველების საწინააღმდეგო ჰერბიციდები. ასევე მათ ზემოდან დავამატეთ ვიტამინების ნაკრები, რაც ხორბალს სტრესიდან გამოსვლაში დაეხმარება და ენერგიას მისცემს ზრდისათვის. მართალია ხორბალი 23 ჰექტარზე გვითესია, მაგრამ რადგან თითოეულ ნაკვეთში 3-ჯერ მოგვიწია შესვლა, ჯამში გამოგვივიდა 69 ჰექტარი მიწის დამუშავება. ჩვენ აქ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, მაგრამ როდესაც შედეგს უყურებ, ხვდები რომ აქ ჩადებული თითოეული წამი ამადღირდა. თქვენ როგორც იცით, ჩემი არხი მხოლოდ მანქანების დაშლა აწყობასა და მათ ტესტ-დრაივებს არ შეეხება, ჩემი კონტენტი ასევე ფერმერობასაც მოიცავს. სწორედ ამიტომ მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან მალე როგორც კი 10000 გამომწერზე ვალთ, მაშინ ვივიწყებთ ჩვენი ლეგენდარული BMW E34-ის რესტავრაციას. ეს ის მანქანაა, რომელსაც ნამდვილი სული აქვს და მინდა რომ ის თითოეული დეტალის გაცოცხლებაში ჩემი მთელი შრომა და ძალიან დიდი ენერგია ჩავდო. მე მინდა დაგიმკიცოთ, რომ თუ მიზანი გაქვთ და შრომა არ გეზარებათ, ანუ დისციპლინირებულები ხართ ამ მიზნის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ, მაშინ თქვენ შეგეძლებათ თქვენი ნებისმიერი ოცნების ასრულება. თითოეული თქვენი გამოწერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პიცოტი რაც შეიძლება მალე დავაყენოთ ფეხზე. ასე რომ თუ გაინტერესებთ როგორც სოფლის მეურნეობა, ასე ავტოპროექტები, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარისღილაკი, რაც არ გამოტოვოთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. თქვენ თითოეული მხარდაჭერა მე ძალიან მეხმარება, რომ რაც შეიძლება უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ. მე ვარ ლუკა მესტურიშვილი და მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.